ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს, მე ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს ერთობ საინტერესო თემა მინდა შემოგთავაზოთ. დღეს ვსაუბრობთ პროფესიაზე, საქმეზე, რომელიც საზოგადოებას რატომღაც მიაჩნია, რომ არის კაცის საქმე. ეს არის მეღვინეობა, თუმცა დღევანდელ გადაცემაში ამ სტერეოტიპებს და მიდგომებს ფიქრობ, რომ სრულიად დავამსხვრევთ, იმიტომ რომ დღეს გვყავს გადაცემაში სტუმრად ქედელი მეღვინე, ახალგაზრდა ქალბატონი აზა ბერიძე. მოგესალმები აზა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობას რომ მიიღებ. მოგესალმებით, პირიქით მადლობა მოწვევისთვის. გთხოვთ გაგვეცანით, ჩვენ მე დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ ჩვენი რადიო მსმენელებისთვის შეიძლება ახლა იყიდებ ფეხს ამ სფეროში, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რომ გაგვეცნო. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები შენს რადიო მსმენელებს. მე გახლავართ აზა ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტიდან, ქალი მეღვინე. და დაახლოებით 4-5 წელია უკვე სიღრმისეულად ვარ ჩართული ამ საქმიანობაში. როდის დაიწყო ჩვენი და ღვინოს ურთიერთობა? ჩემი და ღვინის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც მე ასე ვთქვათ დავოჯახდი, იმიტომ რომ ჩემს მეუღლეს ჰქონდა ჩხავერის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ვენახი ბაზა. ოდითგანვე ამ საქმიანობას მიყვებოდა ჩემი ოჯახი და ამანას გარკვეულწილად ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ მე გავხდარიყავი მეღვინე. ჩემი ძირითადი პროფესიაც გახლავთ აგრარული მიმართულებით, შემდეგ უკვე მაგისტრის ხარისხით ამ მიმართულებით დავიცავი და მეღვინეობის ასე ვთქვათ გადამზადების კურსებიც გავიარე. და დღეს უკვე უფრო მეტად ასე ვთქვათ გასვიცნობიერებული ვარ ამ საქმეში და ვასწავლი კიდეც ამ მიმართულებით. ხო, აი რომ ამბობდი, რომ მეუღლის ოჯახი ამ სფეროში იყო ჩართული. მანამდე შენები ჩემი ოჯახი კი, ოღონდ ჩვენ მქონდა უფრო მეტად მცირე რაოდენობით საოჯახო ჩვენი საკუთარი მოხმარებისთვის ვამზადებდით ღვინოს. და ასე ვთქვათ, დაოჯახებამდე თეორიული გამოცოდნა უფრო მეტად მქონდა, ვიდრე პრაქტიკული და მეღვინეობა ზოგადად ისეთი სფეროა, რომ თეორია პრაქტიკის გარეშე არაფრის მომცემია, იმიტომ რომ შეიძლება თეორიულად ყველაფერი სწორად იცოდე, მაგრამ პრაქტიკაში რაღაც ისეთ ნიუანსებს ჰქონდეს ადგილი, რომ პრაქტიკული გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომ სწორად მართო სიტუაცია. საინტერესო ამბავია. აი ხშირ შემთხვევაში პროფესიის არჩევის დროს რატომღაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ერთულებად, იმიტომ რომ მე შეიძლება დასაქმების ბაზარზე რაღაც პრობლემები იყოს და თავი ვერ დაიმკვიდრონ. შენ შემთხვევაში ცოტა შიშები ხომ არ გქონდა, რომ არა სხვათა შორის და გეტყვით მაგასთან დაკავშირებით, ეს ნაბიჯი როცა გადავდგი ბიძა ჩემი გარდაცვლილი, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი და ზოგადად ძალიან ყოველთვის ამბობდა, რომ სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ამ სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთო და მეც მაშინ, როდესაც უკვე ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი და გადავხედე ბაზარსაც, ამ მხრივ, ანუ აგრარული მიმართულებით ჰქონდა კადრების დეფიციტი. მე ვიცოდი, რომ ამ სფეროში თავის დამკვიდრება არ გამიჭირდებოდა და ჩემი, ასე ვთქვათ, სწავლით შემეძლო უკვე სხვებისთვისაც, ასე ვთქვათ, მიმეცა გარკვეული დარიგებები, რჩევები და მაგალითიც, იმიტომ რომ მე როდესაც ამ მიმართულებით დავიწყე სწავლა, უკვირდა ყველას, იმიტომ რომ არ დაგიმალავდა, მიყვარდა ჭრაკერვა, ყოველთვის ქონდათ მოლოდინები, რომ უფრო წავიდოდი ამ განხრით ხელოვნების უნივერსიტეტში ვისწავლიდი, ჩავაბარებდი იგივე დიზაინერობის მიმართულებით მექნებოდა ცოდნა და ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის, რომ წავედი აქით, მაგრამ დღეს მე ძალიან ყვაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. ხო, ესე იგი თავდაყირა დააყენე ხალხის მოლოდინები პროფესიის არჩევის დროს. აი დასაწყისში მეღვინეობაში რამის სირთულეები ხომ არ გქონია?
კი მქონდა სირთულეები იმის გამო რომ თუნდაც ჩემს ოჯახს არ ქონდა მიმღებლობა გარკვეული ღვინის დამუშავების მიმართ, მაგრამ როცა უკვე პრაქტიკულად გავაკეთეთ და სწორად გავაკეთეთ ღვინო და კარგ შედეგზე გავედით, მერე უკვე ნდობის ფაქტორი, ასე ვთქვათ, გაძლიერდა არა მარტო ოჯახისგან, არამედ ეს გარშემოყოფებისგან. ნდობა გაძლიერდა შენი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის კომბინაციასთან მიმართებაში. ანუ შენ ამაში გულისხმობ იმას, რომ ღვინოს აქამდე ამზადებდნენ ტრადიციული მეთოდებით, შეიძლება ტრადიციული მეთოდით ვამზადებს დღესაც მეღვინეობაში ახლა სიღრმისეულად არ მინდა რომ შევიდეთ, იმიტომ რომ ძალიან შორს წავალთ, მაგრამ არის ღვინის დამზადების ორი მეთოდი, ტრადიციული, ანუ როდესაც ღვინო ბუნებრივად გადის ყველა ციკლს და არის ღვინის დამზადება ალკოჰოლური დუღილი კულტურული საფუვრით, რომელსაც უფრო დიდ წარმოებებში იყენებენ და ამ დროს ასე ვთქვათ, არანაირი რისკი არ არსებობს, რომ თითქმის არ არსებობს, რომ ღვინო რაღაცან დაიმართოს ან არ მიიყვანოს პროცესი ბოლომდე. ტრადიციულ ბუნებრივად დამზადებულ ღვინოში ეს რისკები ძალიან მაღალია და მეღვინეზე არის დამოკიდებული ყველაფერი, რომ სწორად მართოს სიტუაცია. ჩვენ დღესაც ტრადიციული მეთოდით ვამზადებთ, უბრალოდ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ, რომ დუღილი, ალკოჰოლური დუღილი სწორად წარიმართოს და არაფერი არ გამოგჩეს, რაც საბოლოო შედეგში ცუდ შედეგზე გაგვიყვანს. ღვინოს ამძიმარებს. კი, არის ძალიან ბევრი დაავადებები, რომელიც რიგითი ღვინის მოყვარულისთვის შეიძლება სულაც არ ასოცირდებოდეს დაავადებასთან და ეს მისთვის მისაღები იყოს, მაგრამ როდესაც ამ ღვინოს დააგემოვნებს პროფესიონალი, ის აუცილებლად ბევრ ნაკლს დაინახავს და ტექნიკურად ცუდ ღვინოდ ჩათვლის აუცილებლად. ეხა ისე მესაუბრები ამ თეორიულ და თუნდაც პრაქტიკულ ნაწილზე, რომ აშკარად იგრძნობა შენში ღვინისადმი სიყვარულიც და ზოგადად ამ პროფესიისადმი. ერთია რომ შენ მოგწონს ეს სფერო და თავს გრძნობ ძალიან კარგად და მეორე არის საზოგადოების მიმღებლობა. პრინციპში რომ ახლა გულწრფელად ვისაუბროთ, შეიძლება ყურადღებასაც არ აქცევდე ვის რა დამოკიდებულება იქნება ამ მიმართულებით, მაგრამ საწყის ეტაპზე რატომღაც მოქმედებს ადამიანზე, როგორ მიგიღებს საზოგადოება, როგორ გაღიარებს. აი აქ რა ამბები იყო შენს თავს? მაგასთან დაკავშირებითაც როგორ მიგიღეს? კი, ნახეთ, თავიდან როდესაც ასე ვთქვათ, გამოვედი ასპარეზზე და ამ მიმართულებით დავიწყე ლექციების წაკითხვაც, მე თვითონაც მქონდა შიში და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობს სტიგმა, რომ მეღვინეობა არის კაცის საქმე და ქალმა როგორ უნდა ასწავლო ამ მიმართულებით, ხო? არადა უძველესი დროიდან მეღვინეობაში როგორც კაცები, ასევე ქალებიც იყვნენ ჩართული და მეღვინეობაში მთავარი არის ჰიგიენა. ღვინოს აუცილებლად ჭირდება ჰიგიენა, ჰიგიენური გარემო და ეს საქმე ყოველთვის ჰქონდა ჩაბარებული ქალებს. ასე რომ ვთქვათ, ყველაზე დიდ როლს ქალები თამაშობდნენ, იმიტომ რომ თუ მარანში იგივე ჭურჭლის ჰიგიენას და დანადგარების ჰიგიენას არ დაიცავ, რომელსაც ღვინოსთან აქვს კავშირი, ჩათვალეთ, რომ ღვინო განწირულია. ხო, და მეც პირველ ეტაპზე ცოტა არ იყოს შიში მქონდა, რომ როგორ მიმიღებდნენ, მაგრამ თანდათან ეს შიშიც დავძლიე, უფრო მეტად რომ გითხრათ, გავძლიერდი ამ მიმართულებითაც საკუთარი თავის ვირწმუნე და როდესაც შენ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული და თავდაჯერებული, ეს აუცილებლად იწვევს იმ უკავშირს, რომ სხვის დარწმუნებაც აღარ გაგიჭირდება. თანდათან ეს სტერეოტიპებიც მე ვფიქრობ დავამსხრი ექედის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაინც არა მარტო შეიძლება, იმიტომ რომ აჭარაშიც ყავს ძალიან ბევრს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ რამოდენიმე წარმატებული ქალი მეღვინე, რომელიც საერთაშორისო მასშტაბებითაც აკეთებს ღვინის ჩვენი მათ მიერ დამზადებული ღვინის რეალიზაციას. თანდათან მე ვფიქრობ უფრო და უფრო მეტი დაინტერესებული ქალი წამოვა ამ მიმართულებით
და ეს ჩემთვის პირადად ძალიან სასიხარულო იქნება და კურსზე როდესაც შევდივარ, ყოველ წელს ახალი კურსანტები გვყავს კი, ძალიან მიხარია ქალბატონების დანახვა. პირველად როდესაც მე დავიწყე თვითონ სწავლა, ვიყავით მხოლოდ და მხოლოდ 3. შემდეგ წელს არ მყავდა საერთოდ ქალბატონი და ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო. შემდეგ უკვე 2 იყო და შემდეგ ეტაპზე თანდათან იზრდება 4 მყავდა წელს იმედია უფრო მეტი დაინტერესდება და უფრო მეტი ქალბატონი ჩაერთვება ამ მიმართულებით. ეხლა ჩვენი მსმენელებისთვისაც რომ ცნობილი იყოს რა კურსებზე საუბრობ, მე როგორც ვიცი ბლექსში კი ბატონო, ბლექსში ლექტორი და აი ამაზეც რომ მოგვიყვე. დიახ, კურსია, რამდენ ხნიანი? დიახ, მოკლევადიანი კურსი გახლავთ, მევენახეობა, მეღვინეობის გაერთიანებული კურსი იქნება მომავალ წელს და ამ მიმართულებით გვექნება აუცილებლად მიღება. მსმენელები შეძლებენ დაახლოებით 6 თვის ვადაში ცოდნა მიიღონ და გადამზადდნენ მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით. ისწავლიან როგორც ვენახის მოვლა გაშენებას, ასევე ღვინის სწორად დამზადებას. გაივლიან ყველა გზას, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, ყურძნიდან მის საბოლოო პროდუქტის ღვინის მიღებამდე. და რაც მთავარია, ეს კურსი დაეხმარება მათ იმაში, რომ ღვინო დაამზადონ სწორად და ის ცუდი, ასე ვთქვათ, ფაქტორები, რაც არის დაავადება ღვინის, ზადი, ნაკლი, აირიდონ თავიდან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია რომ მსგავსი კურსის საშუალება არის კიდეში და არანაირად უფასო არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია ეს კურსი და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეუძლიათ ამ მიმართულებით დასაქმდნენ და კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვიტყოდი ფაქტი არის ის, რომ მსგავსი კურსი აჭარის მასშტაბით არსად არ არის, აქვს მხოლოდ ბლექსის და აქვს მხოლოდ ქედის მისამართზე. ძალიან კარგი და გვიხარია რომ ჩვენი რადიოს მეშვეობითაც ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან მეღვინეობით, მევენახეობით, გაიგებენ ამის შესახებ და იმედი მაქვს რომ მონაწილეობასაც მიიღებენ ამ მოკლევადიან კურსში. ეხლა რა მაინტერესებს? ერთია როცა ასეთ წარმატებებზე მე საუბრები და ვიცი რომ შენს უკან 2 ბავშვი ოჯახია. რამდენად მნიშვნელოვანია და შეიძლება გადამწყვეტიც ქალის წარმატებაში ოჯახის მხარდაჭერა. ეს არის ჩემს შემთხვევაში გეტყვით ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე რომ ოჯახიდან არ მქონდეს მხარდაჭერა, იგივე მეუღლის მხრიდან ძალიან გამიჭირდებოდა თუნდაც ამ მიმართულებით ლექციების წაკითხვაც და როგორც კარიერული განვითარება, ასევე თვითგანვითარებაც, ხო? იმიტომ რომ როდესაც ყავს 2 მცირეწლოვანი ბავშვი, მას ყურადღებოთ ვერ დატოვებ და აუცილებლად გჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც დაგეხმარება და ხელი შეგიწყობს და მიხარია რომ ოჯახის მხრიდან ეს მხარდაჭერა მაქვს, მე სრული მხარდაჭერა თან და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ასე ვიტყოდ. მიხარია მეც ასე რომ მოიხსენიებ და ზოგადად ეს კულტურა რომ არის. კულტურას დავარქმევ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ანუ როცა საუბრობენ რომ აი მაგალითად ქმარი მეხმარება ბავშვის გაზრდაში, კი არ გეხმარება ვალდებულიც არ. კი. და ამ შემთხვევაში როცა პასუხისმგებლობები არის ასე გადანაწილებული და შენ გაქვს შესაძლებლობა განვითარდე როგორც კარიერულად, ასე პიროვნულად, ძალიან მისასალმებელი ამბავია და სასიხარულოა. ეხლა მაინტერესებს აი სტუდენტებთან რომ შედიხარ კოლეჯში, რაც ცდილობ აი რა მიმართულებებით მისცე დაკვალიანება, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ასე გაამახვილონ ყურადღება. ყველაზე მთავარი, რასაც ვცდილობ, არის ის, რომ არსებული არასწორი მიდგომები, რაც ხშირად გვაქვს და არის ჩვენ საზოგადოებაში, იგივე ღვინის სწორად დაყენებასთან დაკავშირებით, აღმოვფხრათ და ვცდილობ, რომ ფაქტებით და მაგალითებით ირწმუნონ, რომ რასაც აკეთებენ არის არასწორი და გამოვყვნენ იმ მიმართულებით, რომ საბოლოოდ ისწავლონ სწორი მიდგომები ღვინის დამზადებასთან დაკავშირებით. არის ასეთი
ოპერაცია მეღვინეობაში, ფილტრაცია, ღვინის გაფილტრვა და მაგასთან დაკავშირებით გვაქვს ყველაზე ხშირად ასე რომ ვთქვათ დავა, რომ საჭიროებს თუ არა ღვინო ფილტრაციას და მეორე ოპერაცია კიდე გოგირდის შეტანა ღვინოში, რომელიც არის ვიტყოდი ღვინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ღვინოს გოგირდი ჭირდება, რომ თავი დაიცვას ყველანაირი დაავადებისაგან. და ჩვენს საზოგადოებაში იგივე ჩემს სტუდენტებთანაც ხშირად განვიხილავდით ამ საკითხს, რომ მათი მხრიდან მოდიოდა აზრი, რომ არ საჭიროებს ღვინო დამატებით რაღაც ჩარევებს. მე კი საპირისპიროს ვამტკიცებ და საბოლოო ჯამში მიხარია, რომ ბევრ მათგანთან შევჯერდი და შევაჯერეთ აზრები, რომ ღვინოს ნამდვილად ჭირდება ის ყველა ოპერაცია, რაც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობას. ღვინო თუ არ არის ჯანმრთელი და არის ზადიანი, ნაკლი აქვს, ის აუცილებლად განწირულია. ხო, მე ვეღარ ვსწავლებ. ვერანაირად ვერ მოიხმართ, იმიტომ რომ შეიძლება ყავდეს მასეთ ღვინოსაც მომხმარებლები, მაგრამ მერწმუნეთ არ გამოგაჩენთ ასეთი ღვინო. წარმატებას არ მოგიტანთ და აღიარებას ამის გარანტიას გაცლებთ. ეხლა ღვინოზე რომ საუბრობ, ისე განიხილავ თითქოს ცოცხალი ორგანიზმი. როგორია ღვინო შენ? ღვინო არის ნამდვილად ცოცხალი ორგანიზმი, კი და ერთ-ერთი მეღვინე, წარმატებული მეღვინე კახეთიდან, კახეთი მაინც საქართველოს ხომ ღვინის სამშობლოა და საქართველოში კახეთია ღვინის სამშობლო, ასე ვიტყოდი. აჭარა ამ მიმართულებით ახლა ვითარდებით, იმიტომ რომ იმ 300 წლიანმა ბატონობამ მაინც გარკვეულწილად დაასვა და გავლენა იქონია მეღვინეობის და ღვინის წარმოების დაპაუზებაზე. და ის ცნობილი მეღვინე, რომელიც ვახსენე, ამბობდა, რომ ღვინის დაგემოვნებისას მე შემიძლია ამოვიცნო მეღვინის ხასიათიო. და ეს მართლაც ასეა, როგორი ხასიათითაც, როგორი განწყობითაც ამზადებ ღვინოს, ისეთი არის ღვინო. ღვინო ნამდვილად ცოცხალი ორგანიზმია, იმიტომ რომ ის იმდენად დიდ ციკლს გადის, სანამ საბოლოო პროდუქტად ჩამოყალიბდება და დაღვინებით არ სრულდება, ასე ვთქვათ, ღვინის საბოლოო სახის ხო, დაღვინებით ღვინო საბოლოო სახეს არ იღებს, იმიტომ რომ ასაკთან ერთად კიდე იგივე სხვა არომატებს იძენს, ვიზუალსაც იცვლის და ხშირად ამბობენ ჩვენთან, რომ დავაშკაცდება ღვინო. ნამდვილად ასეა, ღვინო იბადება, დავაშკაცდება, ასაკში შედის და ბოლოს კვდება. არის ასეთი ფაქტებიც ღვინის სიკვდილი, როდესაც ღვინისგან გვრჩება მხოლოდ ყავისფერი სითხე, არანაირი ალკოჰოლით და არანაირი არომატით და გემოვნური თვისებებით და ეს უკვე ღვინის სიკვდილია. საინტერესოა პირველად მისის. ძალიან საინტერესოა ჩემთვის მსგავს თემებზე საუბარი. აი, ბევრს ნიშნავს რა, როცა პროფესიონალი გესაუბრება თან გასაგებიენით. ჩემთვისაც არის გასაგები ეს ყველაფერი, რასაც ყვები. კი, მეღვინეობა ერთს დავამატებით დასაწყისში გითხარი, რომ ისეთი სფეროა, ეს ჩემმა ყოფილმა ლექტორმა მითხრა, ისეთი სფეროა, ამ სფეროში რომ შედიხარ, იკარგები და უკან ვეღარ გამოხვალ და მართლაც ასეა. ხო, ალბათ არც კიდე გამოსვლა. ზოგადად არის, პირიქით სიღრმეებში მიდიხარ. აი, ღვინოზე რომ ამბობენო, ეხლა რომ მითხარი, პატრონის ხასიათი შეიძლება მიხვდე. ვენახსაც იგივეს ხომ არ ამბობენ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მოუვლელი ვენახი თუ სადმე დავინახეთ, კი, ნახე არ იყოს პატრონს და ისეთი წარმოდგენა გვექნება. კი ბატონო, აუცილებლად ღვინის პოტენციალი განისაზღვრება ვენახიდან, ხო? ამიტომაც, როდესაც კარგი მეღვინე არის და ამზადებს ღვინოს, მაგრამ არ აქვს საკუთარი ვენახი, აუცილებლად მიდის ადგილზე. თვითონ ნახულობს ყურძეს ნედლეულს და თვითონვე არჩევს, რომელი ვენახიდან წამოიღოს ყურძენი. ვენახი 100%-ით განაპირობებს თუ როგორი იქნება ღვინო. ვენახის სწორი მოვლიდან უკვე გვაქვს იმის, ასე ვთქვათ, გარანტია, რომ ღვინოც იქნება ძალიან კარგი ხარისხის. და მაგ
ის შერჩევა როგორ ხდება რამ დაშაქრიანებას ნიჭებენ პირადესობას მე ხა გაგონილი რაც ვარ ისეთ კითხვებს ეს ტენდენციაც ჩვენთან აჭარაში ბოლო რამოდენიმე წელია წამოვიდა რომ დაშაქრიანებას აქცევენ ყურადღებას იმიტომ რომ ამის ასე ვთქვათ კულტურაც არ ქონდა რომ ღვინის იგივე შაქრიანობა გაგვეზომა არადა ელემენტარულია რეფრაქტომეტრი ხელმისაწვდომია ყველასთვის რომ შეიძინოს და განსაზღვროს ღვინის შაქრიანობა დაშაქრიანება აუცილებლად დიდ როლს თამაშობს და მჟავიანობა რომ განსაზღვროთ ღვინის სიმწიფე უკაცრავად ყურძნის სიმწიფე ყურძენი თუ არ არის სრულ სიმწიფეში შესული და არ აქვს საკმარისი რაოდენობით შაქარი, შესაბამისად არ გვექნება საკმარისი რაოდენობით ალკოჰოლი ღვინოში და შესაბამისად თუ ღვინომდე მივიდა ტკბილი, შესაძლებელია რომ მისი კლასიფიცირება მოვახდინოთ როგორც სწრაფი მოხმარების ღვინო. გულისხმობ თუ არის ალკოჰოლი 10-10.5 და იმაზე დაბალი თუ არის αλკოჰოლის შემცველობა ოჯახურ პირობებში ძალიან რთულია რომ ხანგრძლივად კი არა ხო განწირულია პირდაპირ ღვინო. ამიტომაც აი კიდე რა მაინტერესებს ხა საოჯახო ამბების უნდა გკითხო. ღვინოს რომ თქვა გადმოასხამენ და ზემოდან გინდათ რომ რაღაც უნდა დაახურო რომ აი რატომ ჰაერთან ზემოქმედება ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენ კარგია რომ ამ თემას შეეხე, იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად ოჯახშიც იგივე ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჭურჭელი 20 ლიტრიანი მინის ჭურჭელი, ხო? 20 ლიტრიანი მოცულობებით. გადმოიღებენ ღვინოს და თითქოს თავს დააფარებენ, მაგრამ ღვინოს ტოვებენ ნაკლულს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რაც დაგვრჩება ნაკლულ ჭურჭელში, უნდა გადმოვიტანოთ შესაბამისი მოცულობის ჭურჭელში, ჰერმეტულად დავახუროთ თავი, გადავავსოთ ბოლომდე და ჰერმეტულად დავახუროთ თავი, იმიტომ რომ ღვინოს თუ ჰაერთან აქვს კონტაქტი, აუცილებლად აიკიდებს დაავადებას პირველ რიგში ღვინის ჰაერთან კონტაქტით იწყება ოქსიდაცია ღვინის დაჟანგვა. რაც ჩვენთან ჩვეულებრივი მოყვარულისთვის არ არის ადვილად შესამჩნევი. მაგრამ ვინც ამ სფეროში გათვითცნობიერებულია, აუცილებლად მიხვდება. ოქსიდაჟანგვასთან ერთად შემდეგ უკვე შესაძლებელია რომ დაძმარებისთვისაც იყოს ეს ღვინო განწირული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ დაღვინების ეტაპი წავიდეს სწორად და შემდეგ უკვე ღვინის შენახვაც მოხდეს სწორად. ესე იგი ეხა გამახსენდა მამაჩემი რატომ ანუ ცდილობდა რომ ასე ღვინოს გადავსებული ყოფილიყო და ჰაერთან არ ქონდა კონტაქტი და ხომ წარმიკითხია და ამ მომეცა შანსი რომ ეს გამერკვია. კი ბატონო, ნამდვილად სწორი მიდგომა ხმია. საინტერესოა. რა კაია რომ ამდენი რამე იცი ამ მეღვინეობაში. საინტერესო არის შენი ხედვა, როგორ ხედავ მეღვინეობას ჩვენს რეგიონში, თუნდაც ან ზოგადად საქართველოში. ჩვენს საქართველოსზე ვიტყოდი, ალბათ არ არის ახალი ფაქტი არც მსმენელისთვის და არც ჩვენთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვინის სამშობლო, გვაქვს 8000 წლიანი ისტორია და გვაქვს ღვინის წარმოების უნიკალური ტრადიცია. ქვევრის ღვინის ტექნოლოგია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს ყველა უცხოელისთვის და აქვთ მათაც სურვილი, რომ ეს ტექნოლოგია გადაიღონ შარშან თუ რამოდენიმე წლის წინ იყო, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ქვევრების გატანა მოხდა ჩვენი ქვეყნიდან, რომ იგივე საფრანგეთში იგივე ტექნოლოგიით დაემზადებინათ ღვინო. აუცილებლად გვაქვს დიდი პოტენციალი და ამაზე ციფრებიც მეტყველებს, იმიტომ რომ არავისთვის არ არის ახალი ფაქტი რა რაოდენობით გადის ქართული ღვინო ექსპორტზე, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ის, რომ ვიზრუნოთ და დავიცვათ ღვინის ხარისხი. შეიძლება გავიტანოთ ექსპორტზე დიდი რაოდენობით ღვინო, მაგრამ იყოს კი სწორად დამუშავებული, ისე ვერ გავა თუ არ აკმაყოფილებს სტანდარტს, მაგრამ არ იგრძნობოდეს იმ ღვინოში მეღვინის ხასიათი, ხო? ამიტომაც მე მივცემდი რეკომენდაციას დამწყებებს, ან მათ ვისაც მცირე წარმოება აქვს, რომ იმუშაონ აუცილებლად ინდივიდუალურად
და თავიანთი ხასიათი და მიდგომები გადაიტანონ ღვინოში და ეს უფრო მეტად დაუფასდებათ. ჩვენ აჭარა მით უმეტეს რაოდენობით ვერავის ვერ გავაკვირებთ, როცა ყავს კახეთი და მნიშვნელოვანია რომ ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ ხარისხზე. ამით უფრო მოვიგებთ ინდივიდუალიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. აუცილებლად. ხო, ცოლიკაურზე რას გვეტყვი ამ ჩვენ ღვინოზე? ცოლიკაური ცოლიკაური და ჩხავერი მუდმივი განხილვის და დაპირისპირების თემა, ასე ვთქვათ, ჩხავერი აჭარლებისა და აჭარისა და გურიას შორის იწვევს დაპირისპირებას და ცოლიკაური კიდე იმერეთსა და აჭარას შორის, არა და რეალურად ცოლიკაური არის იმერეთის. ჩხავერი არის გურიის, მაგრამ აქვე დავამატებდი, რომ გურიის და აჭარის ჩხავერი განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ვენახი, ვაზი ყველა სხვადასხვა ნიადაგზე ავლენს სხვადასხვა ნიშან-თვისებებს. ასეა ჩხავერიც, გურიის ჩხავერი სულ სხვა ნიშან-თვისებებს ახდენს. ნუ მართალია ის ტონები და არომატები, რომელიც დამახასიათებელია ჩხავერისთვის, შეიძლება იქაც და აქაც დავიჭიროთ და რა თქმა აუცილებლად დავიჭერთ, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ ქედის და გურიის ჩხავერი განსხვავდება ერთმანეთისგან. კი. აქ ალბათ ადგილწარმოშობის კი, აუცილებლად, როგორც გითხარით, სხვადასხვა ნიადაგზე, სხვადასხვა ნიშან-თვისებებს ავლენს ვაზი და ასეა ზუსტად ჩხავერის შემთხვევაშიც. გავს რა თქმა უნდა ერთი ჯიშია და მაინც ერთმანეთს გავს ყველანაირად, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ ამ ორი რეგიონის ჩხავერი განსხვავდება ერთმანეთისგან. მადლობა, ასეთი გულწრფელი პასუხისთვის, ცოტა შეიძლება ეხლა კედაში სამბავი არ მოეწონათ. არა, სულკი სიმართლე ჯობია ვთქვათ, ხო ასე? კი, მეც ძალიან მინდა რომ ჩვენი იყოს ჩხავერი, მაგრამ ისტორიული წყაროებით არის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ არის გურიის ჯიში, მაგრამ არის რამოდენიმე წყარო, სადაც მოხსენიებულია ორივე რეგიონის ჯიშად და ამას ასე მე ყოველთვის ვახსენებ, რომ არის მოხსენიებული როგორც აჭარისა და გურიის ჯიში. ეს ვარიანტი უფრო მომწონს და იმიტომ ალბათ. ძალიან კარგი. ეხლა რომ დასასრულისკენ წავიდეთ, მაინც პროფესიების არჩევის დროს გოგონებს რას ურჩევდი? ან იმ მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეღვინეობა ქალის საქმე არ არის. ვურჩევდი, რომ მშობლებს განსაკუთრებით ვურჩევდი, რომ თუ თავიანთი შვილები ამ მიმართულებით დაინტერესდებოდნენ, აუცილებლად შეუწყონ ხელი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით და თუ ეს საქმე, ამ საქმისადმი ინტერესი გაუჩნდა ახალგაზრდა მომავალ სტუდენტს, აუცილებლად მიყვეს ბოლომდე, იმიტომ რომ არინანებს ჩემი პირადი გამოცდილებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სირთულეებს წავაწყდი ამ გზაზე, საბოლოოდ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ იქ ვარ, სადაც ვარ დღეს. თავს კარგად გრძნობ, რაც თავარია. კი, და მიყვარს ჩემი საქმე. მიხარია, მშობლები თუ გვისმენენ, იმედია გაითვალისწინებენ ამ შენს მიმართვას. და მაინტერესებს ასევე ამ მეღვინეობაში რაც განულე გზა, რა იყო შენთვის მნიშვნელოვანი? რა გასწავლა ამ პროფესია? მასწავლა ალბათ ახალს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ განმეორდები და ვიტყვი, რომ უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. თუ საქმეს ზედაპირულად ეკიდები და მოვალეობების გამო აკეთებ, იქ წარმატებას ვერ მიაღწევ. როდესაც გიყვარს შენი საქმე და ის პროდუქტი, რასაც ქმნი, წარმატება გარანტირებულია. და ფაქიზი და მთელი სული უნდა ჩადო. აი მაგასთან დაკავშირებითაც გეტყვი, რატომ არიან ქალი მეღვინეები განსაკუთრებულები, იმიტომ რომ მეღვინეობა საჭიროებს ძალიან დიდ მოთმინებას და ღვინო სჭირდება მზრუნველობა და მოვლა, რაც ქალს რომელი უნარიც ქალს თანდაყოლილი აქვს. ხო, აი ძალიან მაგარი რამე თქვი და იმედი ამით დარწმუნდებია, რომ მეღვინეობა ქალის საქმეც ყოფილა. კი არა და ქალის საქმეა და კაცის საქმეც ყოფილა. კი ბატონო. შეიძლება მე დავამატოთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო პასუხებისთვის და ზოგადად ის ჩვენი საუბრისთვის. ჩემთვის პირადად ნაყოფიერი იყო ეს რადიო გადაცემა, არა მარტო გადაცემისთვის, არამედ
ამ მეღვინეობის სფეროში გარკვეულწილად ჩამახედე, რაღაცაებზე ზუსტი პასუხები მივიღე, წარმატებებს გისურვებ. და ჩემთვის ერთ-ერთი წარმატებული ქალბატონი ხარ ქედაში. რა ასაკისხარ ჯერ და ჯერ წარმატება კიდე წინ გელოდება. მადლობა მოწვევისთვის და გამიხარდება თუ ამ მიმართულებით ეს ჩვენი გადაცემაც იქნება მოტივაცია ქალბატონებისათვის, გოგოებისთვის და ამ მიმართულებით დაინტერესდება ბევრი ახალგაზრდა, იმიტომ რომ კადრების დეფიციტი ნამდვილად გვაქვს ამ მიმართულებით და გვჭირდება ქვეყანას ბევრი წარმატებული მეღვინე, როგორც ქალი, ასევე კაციც. წარმატებები მოკლედ შესაქმიანობაში, განსაკუთრებით მეღვინეობაში. მე ამ გადაცემით დავემშვიდობები ჩვენს რადიო მსმენელებს და ვეტყვი, რომ დღევანდელმა საუბარმა დაგვანახა, რომ ტრადიცია და სიახლე შეიძლება ერთად არსებობდეს. და რომ მეღვინეობა როგორც ნებისმიერი საქმე ითხოვს შრომას, ცოდნას და სიყვარულს და არა სქესს. და ღვინო არის შრომის შედეგი და არა შემთხვევა. მგონი ამაზეც დავხდებით. აუცილებლად. ნახვამდის დავემშვიდობები მომავალ გადაცემამდე.